თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარ საბას ხვიტარიძის მიმართ გამოტანილი საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. პროევროპული აქციების მონაწილეს მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ 3 სექტემბერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით საბას ხვიტარიძე 2024 წლის 4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე სასტუმრო თბილისი მერიოდთან პოლიციელ მირიან ქავთარაძეს თავს დაესხა და თავში ხელკეტის მსგავსი საგანი ჩაარტყა. ხვიტარიძის და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენების თანახმად კი ამ დღეს ხვიტარიძეს ინციდენტის ადგილზე დაპირისპირება ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებთან ჰქონდა მუქიფერის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ პირბადეებით სახედაფარულ პირებთან, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უშვერი სიტყვებით აგინებდნენ. ოპოზიციონერები ამ დღეს სასტუმროში მოლაპარაკებებს მართავდნენ. საბას ხვიტარიძეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდნენ, თუმცა პროკურატურა მაშინ აღიარა, რომ დაკავებულს ვერ ეცოდინებოდა, რომ პირბადითა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მირიან ქავთარაძე პოლიციელი იქნებოდა. ამიტომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა. მოსამართლეს შეეძლო ხვიტარიძისთვის სასჯელის სახით ჯარიმა ან 6 თვემდე გამასწორებელი სამუშაო დაეკისრებინა. ან შინაპატიმრობა 2 წლამდე, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სასჯელი აირჩია. საბას ხვიტარიძის თქმით ის დაკავებისას და მის შემდგომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც დაზარალებულადაცაა ცნობილი, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ.